დიდი ალბათობით ვინმესგან მაინც გექნებათ გაგონილი, რომ ფორმულა 1 ავტოსპორტის შოკი, პიკი და პანიკა. რაც მართალია. არსა დედამიწის ზურგზე პრემიალური ბრენდი 300 მილიონს არ იხდის მხოლოდ იმაში, რომ სადაც ჩაშანიყო წელსაც ზუსტად იქ იყოს. ხო, თუ საზღვრებს იქითაც გადავწყვეტ გახედვას, აღმოაჩენთ, რომ სამყარო გაცილებით უკეთესი ადგილია. ვიდრე ახალი რეგულაციები, მოძრავი ფრთები და თითიდან გამოწუწნული დრამა. იქ მოტოებში ზარკო მეორედ მოსვლაში ლემაზე მკვდარი ალსიარ ჰონდათი რბოლა მოიგო და ბექფლიპი გააკეთა. იქ დეიტონაზე TF სპორტის კორვეტმა საშუალო სტატისტიკური ქართველივით შუათითი აუწია BMW-ს. აქ კიდევ ვეგში აჩვენებს იგივე BMW, იგივე კორვეტს, იგივეთიც. აი ეს კიდევ პატრიკ შობერია, ევრონასკარის ოფენ კლასის ვიცე-ჩემპიონი. რომელმაც დიდი ჩალენჯის შემდეგ მაინც ვერ მოიგო რუსთაველი გოგოს გული. რას ვიზამთ პატრიკ? ქართველების ბულკობა ხუთაწილად. 2025 წელმა საერთოდ ყველაფერი გაჩვენა, რაც წარმოგვედგინა და მით უმეტეს რაც არ წარმოგვედგინა. ნიკო ჰულკენბერგის პოდიუმი სილვერსტოუნზე, პორშეს ასვლა ვეკიდან, რობერტ შვარცმანის პოული ინდი 500-ზე და მერე მუსიკალური კარიერის დაწყება. კაილ ლარსონის 2 DNF-ი ერთ დღეში, ჯერ ინდიზე, მერე კოკა-კოლა 600-ზე. მოიცა თქვენ რა არიცით კაილ ლარსონი ვინ არის? აი ის ტიპი როგორ არ გახსოვთ? მაქს ვერსტაპენზე კარგი მრბოლელი ვარო. ავი, მაქსმა კიდევ თავისი სიმ რეისინგ კარიერა ახალ დონეზე აიყვანა და რინგზე 20 საათიანი რბოლა გადაკეცა თავის გუნდელთან ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, საშველი დავაყენე, სიზარმაზე დავძლიე და არხი გავაკეთე. 2026 წელი ავტოსპორტისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, რომ ჩემებს ფიზიკურად ვერ გავატიერეთ მარტო ფორმულა 1-ს რო უყუროთ. ფორმულა 1-მა სტანდარტულად დაშორებული ადამიანივით დაიწყო ჩვენთვის ჩიჩინი. თუ როგორი ტოქსიკური იყო მისი წინა ურთიერთობა. რეგლამენტი, რომელსაც ამდენი ხანი ძალით გვტენიდნენ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავარდა. 2022-დან 25-ის ჩათვლით ground effects გადატრიალებმა უნდა მოეხდინა ავტოსპორტში. მაგრამ მივიღეთ ხერხემალ გამბუდებული პილოტები და ბოლიდები, რომლებსაც თუ არ გადაყრიან იდეალურ რეკვიზიტად გამოიყენებენ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ნაწილში. რა, ფრინავი ჰოლანდიელი ჩვენ არ გვყავს თუ ვიზე ნაკლებები ვართ. ზუსტად ასე აგზალეს 1982-შიც ეს ground effect-ი. უბრალოდ მერე გადაყრილი ფუსლები შეკრეს და კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დიდ, მძიმე, მაგრამ შედარებით სტაბილურ მანქანებს ამოაკრეს ქვემოდან ვენტური გვირაბები. შედეგი აფე. ზუსტად ასე გვაგოიმებენ ახლაც. გამარტივებული ბოლიდის დიზაინი, გამარტივებული წინაფრთა, სპოილერი, საიდპოდი. სერიოზულად ეშინია ფორმულა 1 ამ რეგლამენტის ჩაგდების. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ძრავებზე დამოკიდებული ერა შემოგვიგდეს. ნაკლებად დატვირთული აერო ნაკლებ ჭუჭყიან ჰაერს ნიშნავს. რითაც იმედი აქვს, რომ გადასტრევების რაოდენობას გაზრდიან. თან მოძრავი ფრთები დაამატეს. თითქოს გუნდებს სხვა თავის ტკივილი არ ჰქონდათ. რაც შეეხება 26 სეზონს, უკვე დაწყებამდე საკმარისად ბევრი რამ მოხდა. იქ მაქსი კინაღა მერსედესში გადავიდა. ზოგმა ძრავებში რაღაც გაარტყა. ჩეკო და ვალტერი გიგას წიწაკებში იყვნენ. აუდის ხმაურიანად უნდა შემოსვლა. კადილაკი 8 არსებობს, ეგეც საკმარისია. აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ მარტში დასაწყების სეზონი. დაველოდოთ და რაღაცა იქნება. ხო, ვარაუდზე ნათქვამი რაღაცა იქნებასგან განსხვავებით GT3-ში რაღაცა ყოველთვის ხდება. ავტოსპორტის სახეობაში, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ქართულ კლუბს ძალიან გავს ღამის 3 საათზე. ვისი ვისაშია ვერ გაიგებ, მუსიკა ძალიან ხმამაღალია და ვიღაცას აუცილებლად გახრეშავენ. პარტნიორების გასვლა საკმაოდ ხშირია. ბუცენი მერსედესიდან პორშეზე გადავიდა. ამით სტუტგარტელებს კოტები შეევსოთ და რუტრონიკი ლამბორგინიზე გადასვეს. ფოდიშითო ჩვენ ამდენ ბუცო სახალხო მხარდაჭერას ვერ გაუწევთო. და ალბათ ყველაზე საშინელ მანქანაზე მოუწიათ გადასვლა. ხო, თუ არიცით ავტოსპორტში ლამბორგინი რადონის ქვესკნელშია, თავი აქ სახალხო პროტოტიპი 2024-ის მერე ვეკიდან ჩახსნეს და 25-დან იმსადანაც. არ ვიცი ამათი წარუმატებლობა რას დავაბრალო. ტრადიციულად იმას მწვანე მანქანა ნელი როა თუ პილოტებად გროჟანი და კვიატი როა იყვანეს. კაი, ხო ეგეც ცუდებიც არ არიან. უბრალოდ მანქანაა რაღაცნაირი. პარამეტრი თუ ვერ გაარტყი, საერთოდ ვერაფერს ვერ შვებიან. სხვადასხვა GT3 ერთადერთი სპორტული სახეობა, სადაც ერთ მანქანას ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კბილის ექიმი და ფულიანი მამიკო შვილი ერთად მართავენ. თან ამსავს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ საქარხნო გუნდზე წინ დააფინიშოს. რატო? რა, ვუყურეთ და ნახავთ. ბოლო-ბოლო მაქს ვერსტაპენს გუნდით ყველა თუ არ ეყოლებოდა ისეთ სერიაში, რომელიც გასართობი არაა. ფერარიდან მერსედესში გადასვლას რაღაცას აშკარად ნიშნავს. იქნებ 4 დღის ჩემპიონს არ ეყო ლუისი ადრე რომ მოიგო ფერარით რბოლა და ეხლა ჯორჯზე ადრე უნდა მერსედესის ჩემპიონი გახდეს. ამის გასაგებადაც შეგიძლიათ უყუროთ. თან ძალიან მარტივი საყურებელია, YouTube-ზე ალაივები. არ მოგიწევთ არაბული საიტების და ნატაშების ძებნა, რომელიც შენგან 200 მეტრშია და ჯახუტება უნდა. 2026-თვის ჩემპიონობა კიდევ ყველა შეუძლია. WRT-ს და როვის BMW-ები, კევინ მაგნუსენი და კევინ ვანდერლინდეებით. EF Corsa-ს Ferrari, მიგელ მოლინათი, HRT-ს Mustang, Gran Turismo-ს იან მარდენ ბოროთი, Mercedes-ი და Verstappen Racing-ი და მთლიანი Porsche. სხვა თუ არაფერი გადასტრებებს და ნაცნობ სახეებს მაინც ნახავთ. არ მოწყენაზე კიდევ მეგაძლევთ გარანტიას. GT კლასი საინტერესო, იცით რა არის? პროტოტიპები და ადამიანური მანქანები ერთ დროს ერთ ადგილას უბრალოდ სხვადასხვა რბოლაში. იმსას 2026-ის სეზონი ჩვეულებრივი გამძლეობის, ტექნიკის და უცნაური ბალანსის ზეიმი იქნება. GTP კლასში თავს მოიყრის Acura-ს, Aston-ის, Porsche-ს, Cadillac-ის და WRT-ის მიერ ჩანაცვლებული საქარხნო BMW M-ის პროტოტიპი. Endurance გამზე ჩამატებული შედარებით ნელი, მაგრამ იდენტური LMP2-ის პროტოტიპები და GT3-ის 2 კლასი. GTD Pro ქარხნული პილოტებით არანაირი მოყვარულებით, ხოლო რაც შეეხება GTD-ს, ის ხო გახსოვთ კბილის ექიმი რო ვახსენე. აქ აუცილებელიც კი ბრინჯაოს ლიცენზიანი პილოტი. დაახლოებით რო აგიხსნათ როგორ ბოლებს უნდა ელოდოთ, შარშანდელ პეტიტ ლემანის ისტორიას გაგახსენებთ. იმისას 2025 სეზონის ბოლო რბოლა. როუ დატალანდა. Porsche PSK გამოდის 2 პროტოტიპით და ლოგიკურად 6 პილოტით.
6 და 7 ნომრებით. ყველაფერი წყნარად იყო იქამ, სანამ მე-6 Porsche-ს მესამე მრბოლელი, Julian Underlauer ხერხემლის პრობლემის გამო ივენტს არ ჩაეხსნა. ამათმა კიდევ უცებ ვინ ვიპოვოთო და გვერდითა გარაჟიდან ამას ცოტა ხანი წავიყვანთო და Loren Wandorni ინათხოვრეს. ბელგიელმა კიდევ 10 საათიან რბოლაში 2 მანქანით იარა. ერთს გულებში დააფინიშებინა და საბოლოოდ Porsche-ს კონსტრუქტორის თასიც გააჯიბინა. Formula 1-ში კიდევ შენი მანქანის საჭეს ვინმე სხვა რო შეეხო, შეიძლება იქვე ჩამოატყავონ. მაგრამ იმსას ყველაზე გასართობი ნაწილი მაინც ბობია. Performance-ის ბალანსი. მანუ მარტივად რომ გითხრათ ორგანიზატორები მრბოლელებს რბოლამდე PDF ფაილს უგდებენ, სადაც წერია თუ რა უნდა გაუკეთონ თავიანთ მანქანას. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლები ვიხილოთ. შენ წინ რბოლა მოიგე, ხო? აი ეს 30 კილოიანი ბალასტი ჩაიდე მანქანაში. 20 ცხენის ზალა მოაკელი და ჰიბრიდული სისტემა შეაპატარავე. სწორედ ამიტომ იდის სერიოზული სენდბეგინგი ვარჯიშებზე. ხოლო თუ მულტიკლასის რბოლებმა და გაინტერესა და ეს ცირკი არ მოგწონთ და ფერარის გულშემატკივრებიც ხართ, აუცილებლად ვეკი უნდა სცადოთ. გამძლეობის რბოლის ჩემპიონატი, რომელიც განსხვავებით იმისგან ერთი კონტინენტით არ შემოიფარგლება. კალენდარში კიდევ თქვენთვის ბევრ ნაცნობ ტრეკს მოკრავთ თვალს. 1812 კილომეტრიანი ყატარი, 6 საათიანი რბოლა სპაზე და იმოლაზე და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა 24 საათიანი ლემანი. ამერიკული ვარიანტისგან განსხვავებით აქ გუნდებს მეტი თავისუფლება აქვთ. მაგალითად ZZ 3 ლემანის გამარჯვებული Ferrari 499P სტანდარტული შიგაწვის ძრავთან ერთად აღჭურვილია წინათვლებზე დამატებული ელექტროძრავით, რაც მოსახოვიდან გამოსვლაში ბოლიც მოჭიდებასა და სიჩქარის სწრაფად აკრეფაში ეხმარება. სამაგიეროდ BMW-ს არ აქვს წინა ელექტროძრავი და ჰიბრიდულ სისტემას მხოლოდ უკანათლებამდე მიაქვს ძალა. სწორედ ამიტომ ხედავთ კევინ მაგნუსეს როგორც იმსაზე, ისე ვექშიც. ნოსტალგია თუ შემოგაწვევათ, ეგეც არაა პრობლემა. ძველ სახეებს იმდეს ნახავთ, შეიძლება მოგბეზრდეთ. რობერტ კუბიცა, ანტონიო ჯოვინაცი, ნიკ დევრისი, ბრენდონ ჰარტლი, კამუიკო ბაიაში, პოლ დირეს და სტოფელ ვანდორნი. ნუ მოკლედ უყურეთ რა, ძალიან მაგარია. ხოლო თუ სფინქსის გამოცანას უკან გამოვყვებით და სამფეხიან ადამიანს დავსკიპავთ, მანქანებიდან პირდაპირ მოტოებზე მივალთ. კერძოდ კი ორთვლიანი ტრანსპორტის რბოლის უმაღლეს საფეხურზე, MotoGP-ზე. თქვენი არ ვიცით, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ეს სპორტი ძალიან უცნაურად შემოვიდა. და ისე გამოვიდა, რომ ბოლო 4 სეზონში რბოლა კი არა სპრინტის არ გამომიტოვებია. ხოლო თუ არის და გუქმები ცოტა სხვანაირად მიმდინარეობს და განსხვავებით Formula 1-ისგან პრაქტიკების ყურებასაც აქვს აზრი. იმის გამო რომ შაბათის კვალიფიკაციის პირველ სეგმენტს ისეთი რაიდერი სკიპავს, რომლებსაც ყველაზე სწრაფი დროები ჰქონდათ პრაქტიკებზე, დანარჩენები კიდევ Q1-ში დარჩენილი 2 ადგილისთვის იბრძვიან. გუნდების სიტუაციას რაც შეეხება, მოკლედ და თქვენს ენაზე აგიხსნით. ეს წითელი ბაიკი არის Lenovo Ducati, რომელიც ყველაზე სწრაფია. აი ეს არის სპორტის ცოცხალი ლეგენდა და სამჯერ თავიდან აწყობილი მარკ მარკესი. რა ხდება, როცა საუკეთესო რაიდერი საუკეთესო ტექნიკაზე ჯდება? დიახ, ჩემპიონი ხდება. უბრალოდ ეს ჩემპიონობა უფრო ტკბილია. რადგან ეს ადამიანი ისეთი რაღაციდან დაბრუნდა, წარმოუდგენაც რომ შეუძლებელია. ეს კიდევ მისი გუნდელი პეკოა. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭის რეზიუმეს იდეალურად გაიგებთ, თუ ამ ორს Max და Checo's Red Bull შევადარებთ. უბრალოდ Checo's-გან განსხვავებით ეს ჩემპიონი ორჯერ გახდა, მაგრამ წელს საცოდაობისგან არაფერი უნახებია. 2026 სეზონს რაც შეეხება, ეს რეგლამენტის ბოლო წელია. აი, დაახლოებით იგივეს უნდა ველოდოთ, რაც 2025-ის Formula 1-ში იყო. ძრავებს ვერავინ ვერაფერს ვერ უშვება, მაქსიმუმ Red Bull-მა უცნაური ფრთები დაუმატოს თავის ბაიკს და დანი პედროსა შეაგდოს ხერესზე გასატესტად. სამაგიეროდ აპრილია მიპოვა ტემპი რეგლამენტის ბოლოს და მარკო ბეზეკიც მშვენივრად გამოიყურება. ხორხე მარტინი თუ მოусმეს ოდესმე ექიმებს და დაგვიბრუნდება, ეგეც საინტერესო იქნება. ისე Formula 1 შევადარებ და MotoGP ADHD-იანი ადამიანისთვის უფრო საინტერესო საყურებელი იქნება. განსხვავებით ავტოსპორტის პიკისგან, აქ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ლიდერს გასრიალება მოუნდეს და წაიქცეს. მერე ვინც გალიდერდება ისიც. და მერე ისიც. ხოლო თუ მუღამში ჩავარდით 2024-ის ამერიკის რბოლა ნახეთ. გადასწრებებს გაცილებით მეტია და რბოლის მერე რაიდერების დისკვალიფიკაციებიც საბურავის წნევის გამო. 2026-ში გრეზინის ალექს მარკესი Lenovo Ducatis პროტოტიპს მიიღებს. იმიტომ რომ ეკუთვნის. ჯიჯასგან განსხვავებით. ძლივს როაჯობა ბორბიდელის წინამძლის Ducatiზე. ახალი სახეებს დაგვემატებიან. ჩატრას ქვედა ჰონდაში დიოგო მორეირა ჩაანაცვლებს. მიგელ ოლივეირას პრაბაგში კიდევ სუპერბაიკ გადაკეთილი ტოპრაკ რაზგატლიოღლუ. ისე სხვათა შორის Red Bull-ს აქაც ორი გუნდი ხავს. ქვედა ტექსავის მფლობელი კიდევ ჩვენი უსაყვარლესი გიუდა შტაინერია. მოკლედ, არც ეს გავთ გასაბაზი. თან Formula 1-ს არ ემთხვევა ხოლმე უმეტესად. ბოლამდე კიდევ დროის გასაყვანად იდეალურია. ახლა კიდევ სისხლის ყივილის ეროვნული ჰიმნის და ხინკლების რვა. ხო, თუ არ იცით, სადაც საქართველოს იქ ხინგალს აუცილებლად ვახსენებ. 2025 წელს ერბა აღმოვაჩინეთ, რომ დედამიწის ზუგზე ყველაზე ამერიკული რაღაცა ქართველებსაც ჩვენივრად გამოგდის. ამის დათელი მაგალითი იყო ევრონასკარის შაშადელი სეზონი, სადაც ობიექტურად ყველაზე ცუდი მანქანით დათა გაჟაიამ და სანდრო თავარტკილაძემ შეუძლებლები შეძლეს. ისედაც თასებიანი სერვადი უფრო გაავსეს. და იმის იმედი გაგვიცოცხლეს, რომ ქართველი ბრბოლელი სადმე წავა და რაბეს მოიგებს. დათა სხვა შორის ძალიან დროული იყო მერტელის TCR-ის გუნდიდან წამოსვლა. საერთოდ არა ჯანსაღით ჩემი აზრით თავმოყარი კაცი მატიო ჰომოლას საქარო Hyundai Elantra-ზე რო ვიბოღმებოდი. ნუ happy end-ი მაინც happy end-ია და ამ ორი GT2-ის კოლაბი ძალიან საინტერესო იყო. 2026-ში რა იქნება დაზუსტებით ჯერ არ ვიცით. არა, ნუ რაღაც დონეზე ვიცით. სანდრო ოფიციალურად იქნება ევრონასკარში. ისევე როგორც მარიამ დავითიძე. ქართული გუნდი კიდევ ქართული შემართებით რომ შევუტევს, ამაზე ორი აზრი არა. უბრალოდ სწორმონაკვეთებზე სიჩქარეს რამენაირად რაღაცა რო უქნათ, უფრო ბედნიერები ვიქნებით ყველა. თვითონ სპორტის სახეობას რაც შეეხება, NASCAR-ის სტანდარტული სტოკქარია. დიდი, როხროხა და ყველაფრის უგარეშო. აი, დაახლოებით იმ თამადას გავს სუფრაზე უძირო დროს ვავს.
უბრალოდ ერთს ABS-ი არ აქვს, მეორეს კულტურა. NASCAR-ი ყველასთვის ოვალებთან და მოსაწყენ რბოლებთან ასოცირდება, მაგრამ ევროპელი მაყურებლები ძალიან განებივრებული ვართ ნაირ-ნაირი ტრეკებით. ასე მაგალითად სეზონს ესპანეთში რიკარდო ტორმოზე ვიწყებთ. მერე ფორმულა 1-დან დაპაშოლებულ პოლ რიკარდზე ჩავდივართ, ასეტო კორსას და iRacing-ის მოთამაშეების საყვარელ Brands Hatch-ზე და რეგულარულ სეზონს ჩეხეთში. მოსტით ხურავთ. ვალალუნგაზე და ზოლდერზე კიდევ პლეი-ოფებით, გაორმაგებული ქულები და კალკულატორებით ჩავდივართ. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რბოლის ყურებისას აუცილებლად გაერთობით. გადასწრებები თუ არა კიდევ შოუს კაპელი მაინც დადგამს. ქართული დესტანს წარმატებები NASCAR-ში, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ბოლოსთვის მოვიტოვე. თუ თქვენს გარემოცვაში ოდესმე ვინმეს უკითხავს თუ რატომ არ ყავს ქართველი ფორმულა 1-ში და პასუხის გაწებამდე წარე დამოგიხვნეშიათ. სანდრო თავარდკილაძის აზიური ფორმულა რენო შემდეგ, ახლა გვაქვს ყველაზე კარგი შანსი სინგლ სიტერში ქართველი რბოლოს უგულშემატკივრად. ეს მათე კობახიცია, რომელმაც კარტინგი ურსმაზე ჩამოკიდა და ექსელის ფორმულა 4-ის ბოლიზე გადაждდა. 14 წლის ბიჭი, რომელიც 2026 წელს ბრიტანულ ფორმულა 20-ში იასპარეზებს. ბარსელონას ტესტებზე მათე მქვა-მქვაზე და Red Bull-ის ტალანტი ბოლიძე არ დატოვა. პირველივე სესიაზე აჩვენა, რომ იქ საკატაოდ ჩასული არაა. და საბრძოლველად მზადაა. რაღა დაგიმეოსაც ჩემ ბინგო კარტში ფორმულა 4-ის ყურება ნამდვილად არ შედიოდა, მაგრამ ყველაფერი ცხოვრებაში კარგი ხო უცებ ხდება. ესაა პირველი ნაბიჯი სერიოზულ ავტოსპორტში. ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე ფორმულა 1-ის ჩემპიონმა ლანდო ნორისმა და მისმა გუნდელმა ოსკარ პიასტრიმას გადადგეს. ჩემპიონატს რაც შეეხება, იმდენად დიდია კონკურენცია, ხოლო ბრბოლელები იმდენი ქვეყნიდან არიან წარმოადგენლები. კრიტიკი არა საბოლოო ევროვიზია გეგონებათ. ისე ნეტა ლიეტუვა ახაც დაგვიწერს ოცკულას. ავიც ეგეც ანახავი გვაქვს. მოკლედ უცებ შეგიკრავთ ივენთებს, რომლებიც წელს აუცილებლად უნდა ნახოთ. ესენია Rolex Daytona-ს 24 საათიანი რბოლა, რომელიც იანვრის ბოლოსაა. და თუ ავტოსპორტი ისე მოგენატრებს, რომ მაღაზიაში პულზე ჩასვლისას აპექსებს იღებთ, შვებას აუცილებლად მოგვრით. 24 საათიანი Spa GT3-ის რბოლა, სადაც Max Verstappen Racing თავისი სიმრეისერებით გამავა. Ferrari-ის გულშემატკივარი რო იყო განსაკუთრებული ყურადღებით ლემანს დაველოდებოდი. თან მით უმეტეს უექში ბოლოს წლების დომინანტ Toyota-ს კარგი დროება არ უდგას. დაწყებული საქართველოს 4-9-ით, დამთავრებული კუბისას ყვითელი Ferrari-ით. იტალიელები ზედიზედ 3 წელია ყველაზე პრესტიჟულ რბოლას იგებენ. თან რბოლა ისეთ ადგილასაა, ნებისმიერ დროს ამინდი ისე შეიძლება შეიცვალოს, როგორც გლდანიდან დიღომში გასვლისას. Euro NASCAR-ს და ფორმულა 4-ს ერი რო უნდა ჩაუშვდეთ, მაგას ჩემი თქმის გარეშე წხვდებით. ძალიან დიდი იმედი მოგვს ეტანა თავს მოაბავს და ზემოთ ჩამოთვლილი ივენთები და რამეს მაინც გვიზილადებს. ან იქნებ ფორმულა 2, კაი ჯანდაბას ფორმულა 1-ის პრაქტიკები. გულშემატკივრებისთვის 2026 წელი ჩვეულებრივ ქორწილს ყავს. სადაც არ უნდა გაიხედო რაღაც ხდება. იქ ვიღაცას ცემს. იქეთ გოჭის ხორცი მოდის. 5 ჭიქის მერე აღარც მონაკო გვახსოვს და აღარც ნეფე დედოფალი. შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. დატვირთული სეზონის წინ გაკოცეთ ჩუბლზე, მომავალ შეხვედრამდე.